მეგობრებო, მოკლედ უფრო მეტი სიახლე გამოვიდა ამ მემორანდუმთან დაკავშირებით თუ ვის არ დაჭირდება ქვეყნის დატოვება, ოკეი? ხო და მოდი ეხლა მე ჩამოვთვლი იმ სრულ ლისტს, თუ თქვენ აკმაყოფილებთ აი ამ კატეგორიებს, ხო? თუ თქვენ გაქვთ ესა თქვენს ისტორიაში, თქვენ არ დაგჭირდება ქვეყნის დატოვება. და შეძლებთ აქ შეერთებულ შტატებში გრინბარათის აღებას, მაგრამ სანამ გადავალ მაგაზე, ხო? უცებ მინდა თქვა რაღაც ზელეზე და ვენმოზე. არ დავანიგდეთ, ეს არ ეხება ეხლა არავის, მაგრამ აი ეს მემორანდუმი, executive order უფრო სწორად, ხო? რისი იმპლემენტაციასაც ახლა ცდილობს ტრამპის ადმინისტრაცია, თუ ეს მოხდება, შეხედე რა მოხდება, თუ თქვენ ხართ უსაბუთო. თქვენ შემთხვევაში, ანუ გაგიჭირდებათ საიმიგრაციო სტატუსიდან გამომდინარე ძართული იქნება ზელესი და ვენმოს გამოყენება. და რა მოხდება? თუ თქვენ ხართ უსაბუთო, თქვენ გახსენით, ან ხსნით თქვენს ანგარიშს, ხო? მის პასპორტის მეშვეობით. ეხლა, როდესაც და თუ გადაწყვიტავენ ამ executive order-ის მიღებას, ხო? მაგ შემთხვევაში იქნება გადამოწმება. გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ გამოიყენეთ თქვენი პასპორტი ან ITIN-ი. ITIN-ი და პასპორტის გამოყენება თქვენ საკრედიტო რეიტინგს, ხო, ბანკთან დაწევს, it will lower your rating with the bank. აქედან გამომდინარე, როდესაც გამოიყენებთ ზელეს ან ვენმოს, it will trigger investigation, ეს გამოიწვევს გამოძიებას, საემიგრაციო სტატუსის გამოძიებას და როდესაც მივლიან უშუალოდ აი ამ საემიგრაციო სტატუსთან და ნახავენ, რომ თქვენ საემიგრაციო სტატუსი არ აქვს. მერე შეძლებენ, რომ ანუ რადგანაც ანგარიშის ვერიფიკაციას ვერ გააკეთებენ, ხო, გამომდინარე თქვენი საემიგრაციო სტატუსიდან, შემდეგ შეძლებენ ანგარიშის გაყიდვას. ან suspicious activity report-ის გაკეთებას. ან ერთი ან მეორე, ან გაიყენება ანგარიში, ან suspicious activity-ის რეპორტი იქნება. ასე რომ სამოვალოდ იცოდეთ ამასთან დაკავშირებით, ვისაც არ აქვს სტატუსი. რაც მე მომისმენია ადვოკატებისაგან, ეს არის რომ მაინც თვალი აყოლეთო და შეიკავეთო თავიო, აი ესეთი ძალიან დიდი გზავნილებიდან. ზელეზია საუბარი და ვენმოზე. ეხლა გადავალ ლისტზე, ვისაც არ დასჭირდება ქვეყნის დატოვება და შეძლებენ ქვეყნის შიგნით შეერთებული შტატების ტერიტორიაზე გრინბარათის აღებას, ოკეი? ანუ დისკრეცია ვის მოიცავს აი ეს დისკრეცია და რას გაითვალისწინებენ საემიგრაციო ოფიცრები. სამედიცინო რეკორდები, medical hardship records, სერიოზული სამედიცინო დიაგნოზები, hospital რეკორდები, disability დოკუმენტაცია, evidence treatment is only available in the US. თუ გარკვეული treatment-ი არის შესაძლებელი, ანუ რაც ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული, თუ აი ეს არის შესაძლებელი მხოლოდ შეერთებულ შტატებში. ბევრი პრეპარატი, წამალი და ასევე სამედიცინო დახმარება გარკვეულ დაავადებებთან ბრძოლასთან მიმართებაში არ არის სხვა ქვეყნებში, მაგალითად საქართველოში, ხო? გარკვეული, მაგრამ არის მხოლოდ აქ და თუ თქვენ აკმაყოფილებთ იმ კატეგორიას და მხოლოდ, ანუ გაქვთ ეს დაავადება ქრონიკული, ხო ხტო დიაგნოზი და ვერ იხებთ სათანადო მკურნალობას საქართველოში, მაშინ ამას გაითვალისწინებენ და არ გაგიშვებენ იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ ვერ იმკურნალებთ. ფსიქოლოგიური ევალუაცია. ოჯახური hardship evidence. თუ თქვენ ყავთ შეერთებული შტატების მოქალაქე, მეუღლე, ბავშვები ან გრინბარათიანები და თქვენზე დამოკიდებულები არიან, არ გაგიშვებენ სხვაგან. ქვეყნის გარეთ გრინბარათის ასახებად, მოდი ესე ვთქვათ რა. Special needs child, okay? თუ განსაკუთრებული, აი ხო ხტებით ან აუტიზმის მქონე და აი ამ დაგვარი special needs, if your child has that, you need documentation for that. ამის დოკუმენტირება გჭირდება, თუ თქვენ ბავშვს აქვს ესა. Caregiver-ის responsibility-ები, elderly parent, ouch, my foot, medical records, school records showing disruption hardship. ხო,
employment and national interest evidence. ანუ employer-თან ეს ხო, employer-თან დაკავშირებით, ნუ ახლა ეს ბევრი თქვენთაგანაც არ ეხება, მაგრამ ვისაც ეხება, ვიტყვი. So with employment and national interest evidence, employer support letters, evidence your work benefits the US, tax returns and W-2s, professional licenses, awards, publications, patents, critical industry employment evidence. Ვისაც გეხებათ, you know what that is. ასევე გაითვალისწინებენ თქვენ საიმიგრაციო ისტორიას, რამდენად მორალურად ქერიქჩერი გაქვთ კარგი, ზნეობრივად კარგი ადამიანი ხართ. გაქვთ თუ არა რამე კრიმინალური ისტორია. რა გააკეთეთ შეერთებული შტატებისთვის ქვეყნის შიგნით? ვალენტიერინგი, დონაციები, მოდი საიმიგრაციოზე ვისაუბროთ ჯერ. Proof of maintaining lawful status. Overstay არ გაქვთ. ანუ თქვენ არ უნდა გქონდეთ overstay. ამის პრუფი უნდა გქონდეთ, რომ თქვენ ნამდვილად სტატუს შიგნით იყავით მთელი ეს პერიოდი რა. Proof of maintaining a lawful status. Prior approval notices. წინა ეპრუვალების ნოთისები თუ გაქვთ, ესე კარგი საიმიგრაციო ისტორია გაქვთ, ანუ გაქვთ რამოდენიმე ეპრუვალები და არ გქონდა დინაელი. აი 94-ის ისტორია, პაროლი ინსპექცია, ანუ აი 94-ის ისტორია. Timely filings თუ თქვენ დროულად გააგზავნეთ საბუთები იმ თარიღებში, რასაც ითხოვდნენ და არ გადააცილეთ. და რა თქმა უნდა, არა ავტორიზებული სამსახურის ევიდენცია, ანუ work-ის გარეშე თუ არ მუშაობდით, მაგრები ხართ. ესე რო ვთქვათ, ხო? არ გაიკეთებიათ არანაირი არა ავტორიზებული სამსახური. work-ის გარეშე არ გიმუშავიათ. ეხლა, თავი რა, ერთ-ერთი ფუძე. Ties to the community and good moral character, volunteer work, church, community involvement, recommendation letters, evidence of long-term residence, proof of no criminal history. დასაბუთება იმისა, რომ თქვენ ნამდვილად სტაბილურად ცხოვრობდით ერთი და იგივე ადგილას. ეს მიუნიშნებს იმას, რომ თქვენ არ დახტუნავდით აქეთ-იქეთ, ხო? არასტაბილურობის იმანიშნებელი ეგა. თქვენ დიდი ხნით ცხოვრობთ სტაბილურად ერთი და იგივე მისამართზე. ეკლესიის communities involvement-ები დადიოდით წერილები პასტორებიდან და ასე შემდეგ. სარეკომენდაციო წერილები, volunteer work-ი, რო თქვენ volunteers აკეთებდით, არანაირი კრიმინალური ისტორია წარსულის. Country conditions-ებსაც გაითვალისწინებენ, რომ ქვეყანაში ომი არის პირობითად ვებრუნდები ამის გამო. US travel restrictions, consular processing delays, safety concerns abroad, humanitarian concerns, country conditions, evidence, war or instability in your home country. Financial hardship evidence. ფინანსური hardship-ის ევიდენცები. გადავედი კაცო, okay. რო თქვენ მიწებებული ხართ აქ შეერთებულ შტატებში. ფინანსურად. სახლი გაქვს ვალდებულებები. Okay? Mortgage and lease obligations, business ownership documents, financial dependency evidence, proof departure would cause severe losses. ანუ თქვენი ქვეყნის დატოვება ძალიან დიდ ფინანსურ ზარალს მოგიტანთ. Okay? ძალიან დიდ. პატარა კი არა, severe losses. So, mortgage, lease obligations. So if you guys have a house and let's just say you have I don't know, maybe like $1 million house or at least a $500,000 house. That's a good thing. You're going to use that. You're going to use that. The mortgage statements, you're going to use if you have a business, you're going to use your business ownership documents, financial dependency documents, evidence of that and of that nature. And that will actually get you to stay here without leaving for a consular processing abroad. Okay? So, yeah. ანუ აი ეს ყველაფერი თუ თქვენ გახასიათებთ ფინანსებთან დაკავშირებით, სახლები გაქვთ, აქ რაღაც ბიზნესი გაქვთ, ვერ წახვათ ქვეყნიდან, იმიტომ რომ ძალიან ძლიერ სერიოზულ ფინანსურ დანაკარგს გამოიწვევს ეს თქვენთვის, შესაბამისად არ გაგიშოვენ საზღვარგარეთ პროცესირებისთვის. Okay? All right, I think that's it. And I'm just hoping I don't have to record another freaking video over the weekend. I need some rest. For shit, man. Fuck's sake, I'm tired. Love you all. I'll see you hopefully on Monday and not tomorrow.